გესტუმდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმრებთან ერთად ჩვენთან სტუდიაში არიან პროექტის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ხელმძღვანელი თამარ კაკუბავა და ჟურნალისტი ნინო დანელია. მოგესალმებით. მადლობა რომ გაგვიამაზეთ ეთერი და მოგწონთ. ესე იგი, თქვით ჩვენ უკვე საპროექტის სათაურის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა. მოდი თამარ გაგვაცანი, რას გულისხმობს პროექტი, რა შინაარსის არის, თქვათ, რისკენ არის მიმართული, მიზანი რა არის და ასე შემდეგ. დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემის შემოწმებისთვის. პროექტის მიზანი არის შეიქმნას ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსდება ახალგაზრდებისთვის საინტერესო და საჭირო უამრავი თემა, როგორიც არის კულტურული სიახლეები, ღონისძიებები, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამები, ადგილობრივი სემინარები, ტრენინგები, კურსები და ასევე საინტერესო ბლოგები, თავად ახალგაზრდების მიერ შექმნილი. ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ახალგაზრდას შეუძლია გაწევრიანდეს ჩვენს ვებგვერდზე, გაიაროს რეგისტრაცია, დაწეროს მისთვის საინტერესო თემაზე ბლოგი, ხოლო შემდეგ ჩვენთან, ანუ ჩვენი დარედაქტირების საშუალებით ის აუცილებლად განთავსდება ვებგვერდზე. ეს ვებგვერდი არის მიმართული როგორც ახალგაზრდების ინტერესებისთვის, ასევე ახალგაზრდების თემაზე მომუშავე ნებისმიერი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელთანაც გვაქვს კავშირი და ანუ ჩვენი მხრიდან იქნება ერთგვარი მესიჯი ამ ორგანიზაციებისთვის, თუ რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს, რა უნდათ, რა სურთ და ასე შემდეგ, რადგან ამ ვებგვერდზე იქნება ასევე ინტერაქტივის საშუალებაც, კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც ჩვენ უფრო კარგად გავიგებთ რა სურთ დღეს ახალგაზრდებს. საერთაშორისო მიმართულება თუ გაქვთ თქვათ და საინტერესოა რა განთავსდება მასზე და როგორი იქნება ეს კავშირები თქვათ. დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად შევეხებით იქნება სწორედ განათლება და იმის დამოუკიდებლად, რომ დღეს ქართული სტუდენტების გარკვეული რაოდენობა იღებს მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო რომ იყოს. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც იქნება, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, რომ თუ გრძელვადიანი კურსით არა მოკლევადიანი პერიოდით, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, წავიდნენ საერთაშორისო პროგრამებით უცხოეთში. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდულ საკითხებზე. მათგან უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების და პროექტების შესახებ, რომლებიც გადამუშავდება და უახლოეს მომავალში დაიდება ჩვენს ვებგვერდზე და შესაბამისად ნებისმიერ მსურველს და მომხმარებელს, რომელიც შემოჩვენს ვებგვერდზე, ექნება შესაძლებლობა, რომ გაიგოს ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ, თუ რა მოთხოვნებია, აპლიკაცია იქნება მიღებული და ასე შემდეგ. ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ასე ვთქვათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. ასევე რეკომენდაციას თუ როგორ შეიძლება ადვილად გაემგზავრონ ამა თუ იმ კურსზე თუ საზღვარგარეთ. რაც მე მგონი გონიათ ხოლმე რომ თითქოს რთულია, ესე ვიცი, ხშირად მომისმენთ ესეთი აზრი. ამ დროს შესაძლებელია ძალიან მარტივი. ამ დროს არის ძალიან მარტივი და ყველანაირად შესაძლებელი, იმიტომ რომ ესეთი გაცვლითი პროგრამები არის მიმართული ისეთი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ გამოცდილება. ნაკლები ინფორმაცია და კარგი გონება ამ შემთხვევაში, თქვა და მისწრაფება ცოდნის. რომ არის გარკვეული სტერეოტიპი დამკვიდრებული, იმიტომ რომ რეალურად ეს იმიტომ არსებობს, რომ არის ესეთი პრობლემა, რომ ძალიან ცოტა რაოდენობა არის სტუდენტების და რატომაც წარმოდგენილი აქვს დანარჩენ სტუდენტებს, რომ რაღაც განსაკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს. არ და რეალურად მატერიალურ შესაძლებლობებს. მატერიალს, მაგრამ ძალიან ბევრი პროექტი არის ან სრული დაფინანსებით, ან თანადაფინანსებით, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულ მატერიალურ შესაძლებლობას ნამდვილად არ მოითხოვს და პრობლემა არის მხოლოდ ის, რომ ინფორმაციის არ ქონა. ხო, ინფორმაციის არ ქონა და უბრალოდ შეიძლება თქვა კონდეს სრული, მაგრამ არ ქონდეს დაგეზაროს თქვა, რომ მოიძიო და ამ ბევრ საიტზე, იმიტომ რომ მეც ამ ახალგაზრდობის წარმომადგენელი ვარ და ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებიც თქვა არ არიან აქტიურობას სოციალურ ცხოვრებაში, უწევთ საათობით ძებნა, რომ რაღაც მათთვის საინტერესო პროექტი იპოვონ და გონიათ, რომ ძალიან დიდი რაღაც მოთხოვნილებები ესაჭრა, მაგრამ რეალურად თუ დავფიქრდებით და კარგად ნახავთ მათ მოთხოვნებს, ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ ძალიან მარტივია რომ წახვიდე და ჩამოხვიდე თქვა რაღაც დაუბრუნდე შენ ქვეყანას. დაუბრუნდე შენ ქვეყანას და რაღაც შენ თვითონ მისდე შენ ქვეყანას. ეს პლატფორმა და ჩვენ უფრო გეგმავთ, რომ
ანუ უფრო მეტი კავშირი გქონდეს ახალგაზრდებთან და ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთოთ მათთვის. თამარ, აი დიდი ხანი არ არის ხო რაც არსებობს, მაგრამ აი არის თუ არა უკვე შეინიშნება თუ არა თქვა აქტიურობა მათი მხრიდან. რამდენად ყავს უკვე მომხმარებელი ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ თქვათ ეს? ჩვენი ვებგვერდი რაღაცა ტექნიკური პრობლემების გამო გაიხსნა გუშინ და მომხმარებელი რა თქმა უნდა ყავს, ანუ გვაქვს Facebook-ის გვერდი, სადაც ვდებთ ხოლმე ასევე ინფორმაციებს სხვადასხვა ვიდეო მასალას. ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელი აუცილებლად გვეყოლება ძალიან ბევრი, რადგან მართლა ძალიან საინტერესო თემებს შევთავაზებთ პერიოდულად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ამუშავება, მასალების განთავსება. რეკლამა, რომ ახალგაზრდების ყურამდე მივიდეს ესეთი საინფორმაციო პორტალი არსებობს. პირველ რიგში ალბათ ვჯობია ვთქვათ რა უნდა აკრიფონ ახალგაზრდებმა შევიცდნენ. ეს არის csp.info.gr. როდესაც ამ ვებგვერდზე შემოვლენ უკვე შეუძლიათ რაღაც გარკვეული ინფორმაცია აიღელონ და ვარწმუნებთ, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას დავდეთ. ასევე Facebook-ის გვერდზე შეუძლიათ აკრიფონ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. და შეიძლება მოიწონონ ჩვენი გვერდი, თანამშრომლონ ჩვენთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ორგანიზაცია აცხადებს მოხალისეების მიღებას. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოხალისე, რომელიც მუშაობს ჩვენთან ერთად, ამზადებს სტატიებს, სხვადასხვა საინტერესო პროგრამებზე მუშაობენ. ეს არის ერთგვარი ინტერაქტივი ახალგაზრდებსა და ჩვენს ორგანიზაციას შორის. ანუ ჩვენ გამოუცდელ ასე ვთქვათ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ გამოცდილება ჩვენთან ერთად, შემდგომში უკვე რომელიც გამოადგებათ შემდგომში უკვე დასაქმებისთვის. ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან შემოიტანოს განცხადება და ჩვენ უკვე გადავხედავთ გასაუბრების შედეგად, განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას. 21 საუკუნეში მოხალისეობის ინსტიტუტი საკმაოდ საჭიროა განსაკუთრებით საქართველოში. ჩვენც თავის დროზე მე როგორც მე თავის დროზე ძალიან დიდი მოხალისე. პრინციპში ახლაც ეს პროექტი ფაქტიურად არის მოხალისეობაზე აგებული. და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მე მოხალისეობამ პირადად როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ვიმყოფებოდი. მოკლედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ქვეყანაში იქნება სტატისტიკა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, სამწუხაროდ დღემდე არის ეს პრობლემა, რომ ჩვენი განათლების სისტემა არის ძალიან დაბალ საფეხურზე, სისტემა შეიძლება ხა სწორად არ თქვი, ყოველ შემთხვევაში ფონი საზოგადოებისა განათლების კუთხით არის ძალიან დაბალი და თქვენს აი ეს ახალგაზრდები ძალიან მოვიყვეთ მაინც, მაგრამ არა, საუბედუროდ შეგწიოთ, რომ დაბალია. ისე რომ თქვენ აკეთებთ მნიშვნელოვან ამას და კარგია და ხაზგასასმელია ის, რომ ახალგაზრდები ხართ ამაში ჩართული და ეს ერთ ნაბიჯს თქვენს დგამთ აი ამ კუთხით, რომ რა თქმა უნდა იმ მიმართულებით ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა რაღაცა კუთხით მოვაგვაროთ და რაღაცა პატარა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების განვითარების საქმეში და მათ განათლების კუთხით. ეს არის პირველი საინფორმაციო პორტალი და სივრცე, როგორც ვიცი, პორტალი, ანუ ძალიან ბევრი საინფორმაციო ვებგვერდია, ახალგაზრდული თუ არა ახალგაზრდული, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ეს არის ყვითელი თუ არა ყვითელი პრესა და ჩვენ გვინდა რომ აი ყველანაირად მოვერიდოთ ყვითელს და გავაკეთოთ აი მხოლოდ საჭირო ინფორმაცია, მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია, რაც მისცემს რაღაცა კუთხით განათლებას, რაღაცა კუთხით ინფორმაციას და იქნება შემეცნებითი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული. აი გიორგიმ კარგად აღნიშნა, თქვენ თავად ხართ ახალგაზრდები და არა თავად ახალგაზრდები ხართ და უფრო კარგად გაიგებთ და უფრო კარგადაც იცით რა ჭირდებათ ახალგაზრდებს, რა ინფორმაციის მიწოდება ჭირდებათ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ გითხარით, სად უნდა რომელ ვებგვერდზე უნდა შევიდნენ ადამიანები, ვისაც სურვილი გაუჩნდათ თქვენთან დარეგისტრირების. ჩვენი ვებგვერდის მისამართია csp.info.gr, ხოლო Facebook-ის მისამართია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა. უღმესი მადლობა მოგზაურობის წარმატებებს გისურვებთ. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს პროექტის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ხელმძღვანელი თამარ კაკუბავა და ჟურნალისტი ნინო დანელია გახდნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დროს, უნდა დაგემშვიდობოთ, შეგახსენებთ
9:30-დან ზუსტად 10 საათამდე თქვენთვის მუშაობდით გიორგი მერებაშვილი და მე ნინო პარამიცი. მე ხვალამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დღის განმავლობაში თქვენ არხზე საინტერესო გადაცემები გელოდებათ, არხზე, რომელსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ოჯახის ნებისმიერ წევრთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ნახვამდის.